იმ ხალხისას ეშინია გამარჯობა არ უწერი, ასე მგონია მე და ასე მოხდა უნგრეთშიც, როდესაც 16 წლიანი მმართველობა დასრულდა, ორბანის მმართველობა და კი არსებობს რაღაც აზრი, რომ მაინც ევროკავშირია საბოლოო ჯამში და მაინც გაყალბების მეთოდები ნაკლები არის, მაგრამ პროცენტულად ნაკლებია. მაგრამ იქ იდგა ხალხი, რომელსაც არ ეშინოდა. ხშირად პროპაგანდა ცდილობს, რომ თუნდაც აი საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა სახელმწიფოს კრიტიკად შეფუთოს. თითქოს ახლა ამ ინტერვიუზეც იტყვიან, რომ აი ჩვენ სახელმწიფოს საქართველოს ვებრძვით და რატომ აიგივებენ ქართულ ოცნებას სახელმწიფოსთან, საერთოდ რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოსთან. პირიქით, ის არის ყველაზე ანტი სახელმწიფოებრივი მოძრაობის ლიდერი. ხო, ანუ რეალურად ესე იხატება, რომ თუ ქართული ოცნების წინააღმდეგ რამეს ამბობ, ესე იგი საქართველოს წინააღმდეგ რამეს. ესეც პროპაგანდაა და ესეც შეფუთულია რაღაცა, ხო, ზაკვრულად. კი, ანუ ისე ხატავენ, რომ ჩვენ ვისაც გვინდა საქართველოს ევროპული მომავალი, ვინც ფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს, ვინც ფიქრობთ, რომ ევროპული განვითარების გზას ჯობს რუსული განვითარების გზას, ანუ ჩვენ ვართ რაღაცა უსამშობლოები, მოვალატები, აგენტები და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, ესეც მეთოდია, რომ ადამიანების რაღაც დაგაკომპლექსონ რაღაც სტატუსი მოგანიჭონ, აი აგენტი ხარ, აი მოვალატე ხარ, რაღაცა უსამშობლო ხარ და ამან იმოქმედო.